სოციალურ დახმარებას თუ იღებთ? მიღებით არ მიმიღია, სამჯერ ვიყავი და არ მოუწია რომ 93 ქულა და არაფერ მოგცეთო. რა შრომა უნარიანი ხარ თუ? დიახ. ხო და ჩემ ქმარს ისეც არ შეუძლია. აქ საჭმელი ჩვენი პროდუქტი რაც რომ არის, აქ საძინებელია. ანუ ქალბატონო ამ ერთ ოთახში საჭმელსაც ამზადებთ და კიდეც გძინავთ. საჭმელსაც მომზადებ და თამძინავს, რა ვქნა აბა. წყალი ჩამოდის. ნამდვილად ჩამოდის. რაით უნდა იქ ვიყიდოთ არ ვიცით. გაჩერებული ვარ. ჩემი ცხოვრება არის ძალიან ძნელი. მაგ 500 მეტრო მიწა. 500 მეტრო მიწაში ვცხოვრობ. სახლი ხეიანი მე არ მაქვს. სამჯერ რომ ვიყავ თავრობაში და შევერ დახმარების იმაზე მომცეს 93 ქულა. რომ უთხრა რატომ აძლევთ ამდენს მეთქინდა შრომა უნარიანი ხარ შენაც და შენი ცოლი და აგეკუთვნებიან მაგის გამო. დიახ. და ამექნა და თქვი არასა მართალი და მოვწრიალდი წამოვედი მეტი რა გამექნა და ჩემი საცხოვრებელი სახლი რომ კაცმა მოვიდეს იწვის რომ აქ კაცი რაფერ ცხოვრობს იმ მდგომარეობაში ვცხოვრობ. ძალიან მიჭირს. მოქალაქე რომელიც განცხადებას წერს ის თვლის თავს გაჭირვებულად. ჩვენ ასე ბუნებრივად არ შეგვიძლია შევაფასოთ მისი გაჭირვება ან დარხინება. ყველაფერი ეს დამოკიდებულია ამ პრინციპზე. ამ პრინციპით უნდა იქნას მისი ქულა დათვლილი. მაგრამ დღეს რომ ქმედი ეს ბაზა და ეს მეთოდოლოგია აი ასეთ შედეგებს იძლევა. ამიტომ ამბობ, ან უნდა მოხდეს პროგრამაში ცვლილებები, რომ დაკმაყოფილდეს ასეთი მოქალაქეები, ან ქულათა რაოდენობა აიწიოს, უნდა მაშინ, აი ვთქვათ 70,000-მდე ან 75,000-მდე. ანუ თქვენი გადამოწმების შედეგად ამოჭრას რა სტატუსი? ჩვენ შეფასება მიცემული გვაქვს ხატაკი. ხატაკი. დიახ. და არც ისეთი მონაცემები არ აქვს, მაგრამ მე ვერ გიპასუხებთ, არა ვარ კომპეტენტური ამაში. აი ქულის დათვლის რეჟიმში, აი ჩვენ მაგალითად გავითვალისწინოთ მისი გაჭირვება ან არ გაჭირვება. ეს ხდება ავტომატურ რეჟიმში. ჩვენ რომ ვთვლით რომ ეს გაჭირვებულია, ამიტომაც ვეცით შეფასება ხატაკი და სხვა რაიმე ქმედება ჩვენ აღარ შეგვიძლია.